ბავშვებო, ეს ტივიც არ არის. მიკროფონებს უყურებდი რა. ერთი წუთი მაგ დავიწყო. ორი ჯგუფი ხო იყო ეს. არა ვარ. მოვჭრათ. ერთი წუთი არ დაიწყო. ერთი წამი არ დაიწყო. არა. მოვჭრათ ხო? შეგვიძლია. დიაკანი დაიტაბსი არის მოლაპარაკება ხანისთან დაიმართა რა შედეგი აქვს. დანარჩენი ნაწილთან მიმდინარეობს და ახსნების ბიურო ჩართულია უშუალოდ მოლაპარაკებებში. ჩვენი სურვილია მათ შორის სახელმწიფო წყაროებისაც, რომ 10 მათგანი არ დარჩეს მიეცეს. ეს რა თქმა უნდა საუბარია დიალოგის ცხოვრება ფაქტებზე და კონკრეტულად რეალურად ნაცნობებზე ასევე სხვადასხვა სტატუსის პირობებში ვინაიდან ეს პროცესი პარალელში მიმდინარეობს, შეიძლება მონაცემი მოგიხსნათ, ამიტომ ფაქტორები, თუმცა ნაწილი მაოყენი იყო დაკმაყოფილება და ნაწილი შეფერებული მიმდინარეობს. აი, მიმდევარი პროცესის გასაგებად ბოლოდეულადი შეიძლება რა თქმა უნდა, ჩვენ ყველას მოვუწოდეთ, რომ გავითვალისწინოთ და დაიმორჩილოთ აღმასრულების საფუძველის კანონმდებლობას და ეს რა თქმა უნდა, უსაფრთხო მატერიალურობას დავამატებ იმას, რომ აი ამ პროცესში აღსრულების ეროვნული ბიუროს ლოგისტიკის სასახური ჩართული და ჩვენ თვითონ ხალხის მეცნიერების გადაგანა შესაძლებელი სიტუაციებში, სადაც მოლაპარაკებები შეიძლება დაისახოს დიდი მადლობა. თქვენ უსმენთ მახსოვრების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელს, ჩვენ ახლა ვიმყოფებით თვალჭრელიძის ქუჩაზე, თვალჭრელიძის 2 ნომერში, სადაც რამდენიმე საათის წინ დილით, 10 საათიდან თქვა მახსოვრების ეროვნული ბიუროს წარმომადგენელმა, მაგრამ როგორც ადგილობრივები ამბობენ, აქ თანამშრომლები ამ უწყების გამოჩენ დაახლოებით 7-8 საათიდან და არის დაწყებული გამოსახლება, სულ არის 5 კორპუსი მიმდებარე ტერიტორიაზე, როგორც ამბობენ, 5 არის ავარიული, აი ეს არის ერთი კორპუსი, აი მეორე შიგნით ჩანს და კიდევ ერთი კორპუსი არის აქ და 2 კორპუსი არის აი ამ ჭიშკრის შიგნით, რომლის იქედაც მუშაობენ უკვე აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები და მაცხოვრებლებს შიგნით, ასე ვთქვათ, შესulis საშუალებას არ აძლევენ მის გარეთ არის, თუმცა მაცხოვრებლების ნაწილი არის შიგნით, არ გამოდის გარეთ და მათი ნაწილი არის სახურავზე ასული, როგორც დილით გავრცელდა ინფორმაცია, ერთ-ერთი მათგანი იმქრებოდა ასე ვთქვათ, ამბობდა, რომ სახურავიდან არ ჩამოვიდოდა თუ მას გამოსახლებას აიძულებდნენ აღსრულების ეროვნული ბიუროს ინფორმაციით. ეს კორპუსები არის ავარიული, მათი თქვენ ხედავთ, არც რამდენად შესამჩნევია ადამიანები არ გამოდიან იმ სახლებიდან, სადაც ცხოვრობდნენ წლების განმავლობაში და სავარაუდოდ ამ ეტაპზე მიმდინარეობს 2 კორპუსში, ასე ვთქვათ, გამოსახლება, 2 კორპუსიდან გამოაქვთ ნივთები და თქვენ ხედავთ, აქ ნივთების ნაწილი უკვე გამოტანილია. თუმცა ალბათ დღის განმავლობაში 5-ვე კორპუსს მოიცავს აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები და ამ ადამიანებსაც, რომლებიც ამ ეტაპზე არ გამოდიან და იმის შენობის სახურავზე თუ აივნებზე არიან, ალბათ მოუწევთ გამოსვლა ან ყოველ შემთხვევაში როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლებად თქვენს პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს მათთან კომუნიკაცია იმისთვის, რომ შვიდობიან რეჟიმში, ასე ვთქვათ, მოხდეს ეს ყველაფერი. აქ პერიოდულად შედიან როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები, პოლიციელები არიან აქ, რომლებიც
იდეაში წესრიგის დაცვის მიზნით და მოსახლეობის დასაშოშმინებლად, ასე ვთქვათ, იმიტომ რომ იყო აქ რაღაც დაპირისპირებები, მათ შორის ფიზიკური დაპირისპირებები. მე ვეცდები რა ადგილობრივებს გავისაუბრო, მათგან გავიგოთ ინფორმაცია, თუმცა იქამდე მოკლედ მოგიყვებით რაღაც მნიშვნელოვანი დეტალებს. დაახლოებით 150-დან 200-მდე ოჯახი ცხოვრობს, როგორც აქ ადგილობრივები ამბობენ, ამ 5 კორპუსში, ჯამში. ჯანდაცვის მინისტრმა მიხეილ სარჯველაძემ თქვა, რომ მათგან არის 58 დევნილი ოჯახი, დანარჩენები არ არიან დევნილები, არ აქვს დევნილი სტატუსები, თუმცა როგორც ადგილობრივები ამბობენ, მათი უმრავლესობა არის სოციალურად დაუცველი ოჯახი. ეს ბინები მათ საკუთრებაში არ აქვს, ისინი სხვადასხვა დროს აი წლების განმავლობაში შემოსახლდნენ ამ კორპუსებში თვითნებურად, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ამბობენ, მათთან პერიოდულად ჰქონდათ კომუნიკაცია, შესთავაზეს რაღაც ალტერნატიული სივრცეები, თუმცა აქ მოსახლეობა ამბობს, რომ მათთვის არის გაუგებარი ეს ალტერნატიული სივრცეები, რას გულისხმობს, რა პერიოდის განმავლობაში გულისხმობს. რეალურად ეს დილემა არის, რომ კორპუსი არის ავარიული, როგორც აღსრულების ეროვნული ბიუროს თანამშრომლები ამბობენ, ჯანმრთელობისთვის და სიცოცხლისთვის არის საშიში იქ მაცხოვრებლებისთვის, თუმცა როგორც ჩანს, აქ მცხოვრები ადამიანებისთვის ალტერნატივები არ არის იმდენად ხელშესახები და რეალური, ან მათ არ აქვთ ნდობა უწყების მიმართ, იმდენად რომ არჩევენ ამ ტიპის კორპუსებში დარჩენას. მათ თავი კითხვა, რაც დღეს აქ ისმის, არის ის რა ალტერნატივას სთავაზობს სახელმწიფო ამ ადამიანებს. დღევანდელ ღამეს სად გაათევენ ეს ადამიანები. ეს ქირა, რაც შეიძლება რომ შესთავაზოს სახელმწიფო მათ, ჯანდაცვის სამინისტრო იქნება ის თუ სხვა უწყებები, მათ შორის თბილისის მერია, რამდენ ხანს გაგრძელდება, რა პირობებში გადავლენ და ასე შემდეგ. ამ ძალიან ბევრი კითხვა, რომელზეც პასუხები ამ ადამიანებს არ აქვთ. თქვენ მოისმინეთ აღსრულების ეროვნული ბიუროს წარმომადგენლის განცხადება, რომელიც ამბობდა, რომ წეგან სიას ადგენდა, ვინ ასე ვთქვათ, ვისი სახლიდან უკვე გამოიტანეს ნივთები, ვინ არის თანახმარო გადაიყვანონ და დღის განმავლობაში მოხდება როგორც თვითონ თქვენ უწყება მოახდენს ამ ნივთების, ამ ადამიანების ასე ვთქვათ, მოძრავი ნივთების გადატანას სხვა სივრცეებში, ალტერნატიულ სივრცეებში, თუმცა კიდევ ერთხელ რა ალტერნატიულ სივრცეებზეა საუბარი, სად გადაყავთ ეს ადამიანები, ეს არ არის დაკონკრეტებული, მიმდინარეობს მუშაობა, ეს არის უწყების პასუხი და პრინციპში ეს არის კითხვა, რომელიც მაცხოვრებლებსაც აქვთ, იმიტომ რომ მთავარი მათთვის არის ახლა ის, სად გაათენებენ მომდევნო ღამეებს, მათი ნივთები რა მდგომარეობაში და რაც თორე უნდათ რომ ეს პროცესი მნიშვნელოვანია ის რომ ეს პროცესი მათი თანდასწრებით მიმდინარეობდეს, თუმცა ხშირ შემთხვევაში მათ არ უშვებენ, ასე ვთქვათ, ბინებში, სადაც ისინი აქამდე ცხოვრობდნენ. 11 ივლისს დაახლოებით 2 კვირის წინ გამოიცა სასამართლოს განჩინება, რომლის საფუძველზეც დღეს დილიდან უკვე მოვიდნენ აქ აღსრულების ბიუროს თანამშრომლები და პრინციპში დაიწყეს გამოსახლება. აქ პერიოდულად აი ამ ჭიშკარში, სადაც მოსახლეობას არ უშრობენ, შედის ასე ვთქვათ, სატვირთო მანქანები, სავარაუდოა, რომ სწორედ აი ამ გვარი სატვირთო მანქანებით გამოაქვთ ნივთები ბინებიდან და ამ ბინებში მცხოვრებლები შიგნით არ არიან ამ პროცესში. აი თქვენ ხედავთ, ეხლაც ისინი ცდილობენ შესვლას, თუმცა პერიოდულად აქ დაპირისპირება იწყება იმის გამო, რომ პოლიციელები მათ არ უშრობენ ტერიტორიაზე. ალბათო, შეიძლება net გაზეთის პირდაპირ ეთერში ვარ, შეიძლება რომ გკითხოთ. net გაზეთის პირდაპირ ეთერში ვარ, ჟურნალისტი ვარ, თუ შეიძლება რომ გკითხოთ. კი ბატონო, მადლობა. ან თქვენ აქ ნახეთ რა ადამიანები არიან შიგნით და გამოსვლას არ ასე ვთქვათ, გამოსვლაზე ამბობენ უარს, მათ შორის აი ამ რაღაც ჯიხურში დაპირისპირება წეგანს სწორედ აქ დაიწყო იმით, რომ აქედან გამოყვანა უნდა პოლიციას ამ ადამიანების.
ხედავთ პოლიციელთა რაოდენობას, ათობით, კი არა, ალბათ ასობით პოლიციელი არის აქ მობილიზებული ამ ჭიშკრის შიგნით კიდევ უფრო მეტი პოლიციელი და იქ ჩანს აქედან არ ვიცი თქვენ კადრში რამდენად ხედავთ ნივთები ავეჯი, რომელიც ეზოში არის ამ ეტაპზე გამოტანილი, როგორც ჩანს კორპუსებიდან და ახლა როგორც ჩანს ასევე ელოდებიან სატვირთოებს, რომ კიდევ გაიტანონ აი ამ ეზოდან, სადაც მოსახლეობას შიგნით არ უშვებენ პოლიციელები დგანან როგორც ჩანს. ცხადია გამოსახლების პროცესს ახორციელებენ უშუალოდ აღსრულების ბიუროს თანამშრომლები, თუმცა უამრავი პოლიციელი არის აქ მობილიზებული, რომელიც იდეაში ცდილობენ, რომ დაშევეთ შენი ვიცხარი. ჯიბიპიმ გათიშა ახლა წყალი ხარ როგორც ხვდებით. შეიძლება გითხრათ ნეტგაზეთის ჟურნალისტი ვარ პირდაპირ ეთერში ვარ. იცოდით დღეს რომ მოვიდოდნენ და დღეს რომ დაიწყებოდა გამოსახლება? ანუ ამ ფორმით თუ მოხდებოდა ეს ამის სიმოლოდინი არ ქონდა. თქვენი ბინიდანაც გამოაქვთ ახლა ნივთები ამ წუთებში, იცით, გაქვთ ინფორმაცია მაგაზე? როგორც მაგალითად მესამე სართულზე პირველი მესამე სართულზე ჩემი კარში დიახ. შიგნით არ გუშევენ არაფერი. ან თქვენ უარს ამბობდით, რომ შემტვრევა რატომ გახდა იდეაში საჭიროა? ორი ბავშვით გახართ ახლა აქ ეზოში, ხა? როგორც ისაკეს განეთ ვიყავ შემსრულებთან ბავშვებთან ერთად და როგორც მაგალითად მესამე სართულზე პირველი იქაც და შეამკრე ჩემი პირველი კარი და ეს შეამკრე. ამიტომ არ ვიცი. ესეთი დღეს სად შეიძლება რომ წახვიდეთ ან გადაგიყვანენ თუ გითხრეს მათ, ანუ თქვენ არა თქვენი პირადი სახსრებით, თუ გითხრეს დღესვე თუ მოხდება თქვენი ალტერნატიულ ფარჩი. სამი ტიპი სამკრეში რასინას სამკრეში გიქირავთ სამკრეში დაგავაკეთ მესმის სოციალურად ან თქვენ დევნილები ხართ თუ რამდენი ოჯახი ცხოვრობს აქ თუ იცით დაახლოებით 5 კორპუსია როგორც ვიცი 5 ვიავარიულია? დიახ. სხვებიდან არ ასახლებენ? სხვებიდანაც მიდის ნივთების გამოტანა? დიახ. ვიზუალურადაც ეთყობა პრინციპში. კარგი, დიდი მადლობა. თქვენი სახელი და გვარი თუ შეიძლება? დიდი მადლობა. როგორც პრინციპში აღსრულების ბიუროს წარმომადგენლება ისქვეს, რომ მათ კომუნიკაცია ჰქონდათ მოსახლეობასთან, თუმცა მთავარი პრობლემა არის აქ ის, რომ მოსახლეობას არ ჰქონდა მოლოდინი დღეს ამ ტიპის ასე თუ განვითარდებოდა მოვლენები, ეს ერთი დამნიშნულოვანი ამბავი და მეორე მიუხედავად ამ კომუნიკაციისა და თითქოს რაღაც საუბრებისა იმისა, რომ არსებობს ალტერნატიული შეთავაზებები, ან ქირით შეთავაზება, ან სხვა ალტერნატიული ფართობით დაკმაყოფილება მოსახლეობისთვის, როგორც ჩანს და როგორც დღემდე ეხლაც ამბობენ, ბუნდოვანი იყო მათთვის ეს ყველაფერი არ იყო ხელშესახები, სად როდის რა პირობებში შეიძლებოდა რომ გადასულიყვნენ, ამიტომაც არ თანხმდებოდნენ, როგორც თვითონვე ამბობენ ამ რაღაც შეთავაზებებს და ნუ პრინციპში საბოლოოდ ამ ეტაპზე როგორც მოისმინეთ კიდეც ჩვენი რესპონდენტისგან შეამტრიეს მისი საცხოვრებლის კარი ორ ბავშვთან, მცირეწლოვან ბავშვთან ერთად ელოდება ის ეზოში იმას თუ როგორ განვითარდება მოვლენები, ან სად შეიძლება რომ გადაიყვანონ დღესვე, იმიტომ რომ ფაქტობრივად მისი ბინიდან ნივთები არის გამოტანილი და თქვენ აქ კადრში თვალს ადევნებდით, სატვირთოებით გამოაქვთ ხოლმე პერიოდულად ნივთები.
როგორც წეგან თქვა, ახსნილების ეროვნული ბიუროს თანამშრომელმა პარალელურ რეჟიმში მიდის მოლაპარაკები იმ ადამიანებთან, რომლებიც აქამდე არ დათანხმდნენ, ასე ვთქვათ, შეთავაზებებს, ჯანდაცვის სამინისტროს შეთავაზებებს, სხვათა შორის რამდენიმე წუთის წინ ჯანდაცვის მინისტრმა გააკეთა განცხადება და თქვა, რომ აქ დაახლოებით 150-200-მდე ოჯახიდან, რომლებიც ამ 5 კორპუსში ცხოვრობს, 58 არის დევნილი ოჯახი და მიხეილ სარჯოლაძის ინფორმაციით მათი ნახევარი არის ეს ვთქვათ, მათ ნახევარს შეთავაზებული აქვს ალტერნატიული ფართი, მაგრამ რაც თავი კითხვა რაც არის და რასაც აქაურების ვამენ არის ის, რომ ის შეთავაზება ერთია, დადასტურება, თქვათ, ამ ფართის მეორეა, თუმცა მთელი რიგი პროცედურებია უშუალოდ ახალ საცხოვრებელში გადასვლამდე, რაც დამათთვის ეს პროცედურები არის ბუნდოვანი, არ იციან რამდენ ხანს შეიძლება რომ გაიწელოს ეს ყველაფერი, ამიტომ იყო მიზეზი, რის გამოც ამას არ თანხმდებოდნენ და პერიოდულად დაპირისპირება არის არამარტო მოსახლეობასა და პოლიციელებს შორის, არამედ ადგილობრივ მოსახლეობასა და პროსახელისუფლებო მედიების ჟურნალისტებს შორის ადგილობრივებს აქვთ პრეტენზია, რომ ისინი არასწორ და დეზინფორმაციულ ინფორმაციას ავრცელებენ. მე არ ვიცი აქციაზე ვიღაცა იქ პატივისცემა შეიძლება ყველა სამისად გამხდარა. მაგრამ აი ეს მოსახლეობა ლაპარაკობს აგებიეს აგებკაცი და ყველა ინახავს ყველა მაგას. თქვენ აქ ხედავთ, რომ ადამიანები ბავშვებთან ერთად არიან ეზოში და ფაქტობრივად ელოდებიან რა მოხდება, იმიტომ რომ მათთვისაც არის გაუგებარი, როგორ დღის ბოლოს სად იქნებიან და როგორ იქნებიან. ეგრევე ჩამოვსულა. შენ არის აკვი იმედი რომ გაშუქა არ ვიცი რა შენ ინფორმაცია ხომ შენ მიიტანე ინფორმაცია რა თქმა შენ მიიტანე ინფორმაცია თქვენ მოდი შენ მიიტანე თქვენ ინფორმაცია სადაც ვისთან და იმასთან რა ქვია ვისთან უნდა მიგეთ არასწორი ინფორმაცია შენ რო დადიხარ აკა და გამოდიშვები ინფორმაციის რასაც გომისმენ ახლა შენ გომისმენები საკოლეო ისე რომ გელაპარაკე ხოდა გომისმენები რა არაფერი შეიძლება რა განა გომისმენები გაჩვენელი ხარ შენ მეტი არაფერი გაეთრია აქედო დამო არის ცირამი გაშე მე რა უნდა აერკრა ინფორმაცია საერთოდ აიში და მოусმინე ვის შეთავაზა ფაქტი მოვიდეს თითოეული ადამიანი წარმომადგენელი საკუთრად და ის შეთავაზა მარტო ვარი ვიდეო ასტრად გადაიღო რა იმედია სამი თვე იგი პროფორები და სამი თვე სამი თვე აიქნება არავინ არის ოჯახი შენ მიიტანე ეს ამბავი რამდენად დასაბუთებულად იყო ეს მე პატრონის ნათქვამი ფერო გას იო кайფო რა ხედავ მუსიკი როგორია გარე ბაგაში გამოგაგდე ზაბლი კაჯერა ელე ჩალკი ნორმალური ინფორმაცია აკა მოკოდა გაცელა პარაკი შენ ნაცვალი აჯილები ნორმალურად მიგიტანა ამბავი და არ გეტყვა რომ ცხოვრობ 5 ოჯახი და ამ დროს ცხოვრობ 90 ერთვის შენ შეგან აღარ
არა სამართლიანი გააჩნია აქედა. წადი აქედა, დიდი აქედა. არ უნდა გაგეშინდე. წადი აქედა. არ უნდა ეს არის პროვოკატორი და მოწმის. მოკლედ თქვენ ხედავთ რომ დაპირისპირება არის იმედის ჟურნალისტსა და ადგილობრივ მოსახლეობას შორის. ადგილობრივებს აქვთ პრეტენზია იმის შესახებ, რომ იმედი და სხვა სახელმწიფო მედიები არა ობიექტურად დააშუქებენ აქ მიმდინარე მოვლენებს და დეზინფორმაციულად, რის გამოც ვთქვათ შეელაპარაკება იყო ადგილობრივებსა და იმედის ჟურნალისტს შორის ამ კონკრეტულ შემთხვევაში. ადგილობრივების ვთქვათ პრეტენზია იყო ის, რომ მიზანმიმართულად არასწორად შუქდება აქ არსებული პრობლემები და თითქოს ვთქვათ მათ პასუხისმგებლობაზე ეკეთება აქცენტი მაშინ, როცა სახელმწიფო უწყებების ვთქვათ არასათანადო მუშაობა არის მთავარი პრობლემა იმასში, რაც პრინციპში დღეს აქ ხდება. პარალელურად მიმდინარეობს გამოსახლების პროცესი, უკვე რამდენიმე საათი აქ მოსახლეობა უბრალოდ დგას და ელოდება როგორ როდის და რანაირად რა დასრულდება, ასე ვთქვათ. გამოსახლების პროცესი. მე ახლა აქ დაგემშვიდობებით. მადლობა ყურადღებისთვის და განვითარებული მოვლენების შესაბამისად დაგიბრუნდებით. დიდი მადლობა.